გამარჯობა ძვირფასო ტელემოყურებლებო. ეთერში мотивация. ბატონი გიორგი ფაკაძესთან ერთად. ეს უკვე გახდა ტრადიცია, ჩვენ საუბრობთ სხვადასხვა კულტურებზე. ვიხილავთ რა მდგომარეობა არის აი ამ დარგებში, როგორც არის განვიხილეთ მოცვი, ატამი, ყურმა, პამიდორი და ასე შემდეგ. და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისევ ატამზე. წინა კვირას ჩვენ გქონდა შეხვედრა კახეთში რამოდენიმე ფერმერებთან, ჩვენ განვიხილეთ არსებული საკითხები და შევთავაზეთ ჩვენი განვითარების მოდელი, რომელიც გულისხმობს აი პირდაპირ ვთქვათ ფინანსური ინტერესები, როგორც საერთოდ აი მთლიან ლოგისტიკურ ჯარს, მაგრამ პირველ რიგში ჩვენი ფერმერის, ვინც აწარმოებს. ჩვენ გავიხილეთ ძირითადად მომენტი, აი არსებული სიტუაცია გავიხილეთ და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. ამიტომ ჩვენ ეხლა აი ამ გადაცემაში, დღევანდელ გადაცემაში ჩვენ უნდა გავმიჯდოთ ეგრე ეს მომენტები. რა პროდუქტი გვექნება ჩვენ წელს და ანუ არსებული პროდუქტი, რასაც აწარმოებს ჩვენი ფერმერი, რასაც ეხლა რგავს და შენდება ახალი ბაღები, როგორ მოვახდინოთ ამ პროდუქტის რეალიზაცია, გავაკეთოთ აქცენტები შეცდომებზე, რა ფერმერი უშვებს დღეს, სად ჩვენ ესე იგი კარგად პოზიციებს, რატო ვკარგავთ, რა არის ეს post-harvest ქმედებები, ანუ როცა უკვე ჩვენ ვკრებთ მოსავალს, მე როგორ უნდა მოვამზადოთ პროდუქტი რეალიზაციისთვის, შეფუთვაზე ვისაუბრებთ. არა მარტო ერთ გადაცემაში, დღევანდელ გადაცემაში, ეგ საერთოდ მე ვლაპარაკობ, რომ არსებული მდგომარეობა გავიაროთ და უკვე დავიწყოთ მომზადება იმ ახალ დარგებისთვის, იმ ტენდენციებზე, რასაც ვისაუბრებ ტენდენციებზე, რაც არის ხლა გარე ბაზებზე, როგორ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ამ პროცესში, იმიტომ რომ იზრდება ჩვენ გარშემო სამეზობლოდ კონკურენცია, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და ჩვენ ძირითად ბაზარზე, სადაც ჩვენ ვყიდით რუსეთში, იქ უკვე ჩვენ ვხედავთ უძლიერეს კონკურენციას აი ამ ქვეყნებიდან და კიდე მომავალში რა იქნება ჩვენ არ ვიცით, მაგრამ უნდა ვიყოთ მზად, რომ ჩვენ არ წავაგოთ ამ კონკურენტ ბრძოლაში. ამიტომ მეორე, ესე იგი, ეს მეორე ნაწილი იქნება უკვე იმ ჯიშებზე, იმ ახალ ჯიშებზე, რაზე ჩვენ უნდა გავამართლოთ ყურადღება, რომ უპასუხოთ იმ გამოწვევებზე, რასაც არის მსოფლიოში. იმიტომ რომ ჩვენ მარტო რუსულ ბაზით მარტო რუსულ ბაზაზე არ ვჩერდებით, ჩვენ გვინდა გავიდეთ სხვა ბაზებზე, როგორც არის ევროპა, ამერიკა, გალფის ქვეყნები და ასე შემდეგ. მაგრამ უნდა გქონდეს შესაბამისი პროდუქტი. რა პროდუქტი არის, აი მაგაზე ჩვენ დღეს დავიწყებთ საუბარს. ბატონო გიორგი, მოდით პირდაპირ დავიწყოთ აი პატარა მიმოხილვა დღევანდელი მდგომარეობის, რა იქნება ზაფხულში, ჩვენ როგორ ვიმუშავებთ და აქცენტი გავაკეთოთ უკვე ახალ ჯიშებზე, რასაც უკვე ჩვენი ფერმერი გველოდება, იმიტომ რომ ჩვენ უკვე უნდა უპასუხოთ იმ მოლოდინზე, რასაც ჩვენ დავნერგეთ ეხლა ჩვენ ბაზარზე. გთხოვთ. მოგესალმებით ყველას ტელემოყურებელს. დღევანდელი არსებობს ორი გეგმა, დღევანდელი და უახლოესი მომავლის. დღევანდელი გეგმა არსებობს ის, რაც გვაქვს დღევანდელ რეალობაში ბაზარზე, პლანტაციებში საქართველოში, რომ იმ პროდუქტის მაქსიმალურად ხარისხიანი მოვლა მოხდეს, ასევე ხარისხიანი დაფასოება, დაკრეფა, გაფილტრა უხარისხო პროცენტისგან, რაც მოსავალში ხშირად არის ხოლმე მით უმეტეს ჩვენთან საქართველოში და ამ ყველაფერს ექსპორტზე გატანა, როგორც ჩვეულებრივად ერთ დღეში ვერ გაშენდება მთელი საქართველოს ბაღები და ერთ დღეში კიდე ნაყოფს ისინი არ მოიტანენ. ეს არის რამოდენიმე წლიანი პროგრამა. რაც შეეხება საომავლო გეგმებს,
შეხვედრებიდან გამომდინარე, რაც ფერმერებს ველაპარაკეთ, როგორც დავფერდით, ზოგად მიმოხილვას გავუკეთებთ ჯიშების, რომ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს იქნება მცირე მონახაზი ჯიშების, იმიტომ რომ ძნელი ერთ გადაცემაში სულ ყველა ჯიში ჩამოთვალო, ყველა სანერგესი, ყველა მწარმოებლის, ყველა ამის პატენტის ფლობელის ეს ძალიან დიდი მოცულობა არის. მაგრამ მაგალითისთვის ზოგადად რა არის, როგორ არის, რა ჯიშები არის, რა სავარაუდო ჯიშები არის, გარკვეულ მიმოხილვას გავაკეთებთ, ჯერ იქნება სლაიდები, ზოგიერთების სახელწოდებით, შემდეგ იქნება ეგრეთ წოდებული ჯიშის კარტა, ფაილი, რომელშიც ზოგადი მახასიათებლები არის, სავარაუდო დეტალებს უკვე განხილვის პროცესში ვანახავთ ტელემაყურებელს და კიდევ გვექნება რამოდენიმე სავარაუდო ჯიშის დემონსტრაცია. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ეს არ არის ფინალურად რომელიმე არჩეული ჯიში, ეს არის ზოგადი მიმოხილვა, რა ზოგადად რა პოტენციალი არის და რა ვარიანტები ახალი ჯიშების, კონკრეტიკები შეირჩევა მხოლოდ მიწის ანალიზების და სხვა საჭირო კვლევის შემდეგ, რაც კონკრეტულ პლანტაციებზე უნდა გაშენდეს და კონკრეტულ რეგიონში, ამას მინდა აუცილებლად ხაზი გაუსვა და მეორე, რაც იქნება საბოლოო მწარმოებლებთან და აგრონომებთან და კონსულტანტებთან ევროპაში, მათთან სიღრმისეული საუბრის შემდეგ შეირჩევა კონკრეტული ჯიშები. ეს არის ზოგადი მიმოხილვა, რომ მე უბრალოდ არ მინდა, რომ ვინმე შევიდეს შეცდომაში, რომ კონკრეტულად ეს ჯიშები შევარჩიეთ დღეს და ამან უკვე გადაწყვეტილია. ეს არის ზოგადი მიმოხილვა კანდიდატების. დავიწყებ ჯერ ზოგადად სლაიდის და პრეზენტაციის გაზიარებით. უმეტესობა დღეს წამყვანი ჯიშების არის ეს პიქტოპი არის, უმეტესობა სანერგეების არის დაპატენტებული, ლიცენზირებული ჯიშები, ამაზე მომავალში ვისაუბროთ, როგორ ხდება ამ ყველაფრის დაცვა, როგორ ხდება ეს ჩვენთან ცოტა ისეთი ფანტასტიკად ეჩვენებათ, მაგრამ აქ არის მთელი იურიდიული პროცესები ჩართული, როგორ ახდიან ევროპაში დაცვას და არა მხოლოდ ევროპაში. ამაზე ცოტა მომავალში ვისაუბრეთ. მინდა ტელემაყურებელმა დააკვირდეს რა თანამედროვე, რა შეფერილობის ჯიშები არის პოტენციალი რომ გავაშენოთ, ეს იყო ბიგტოპი, ეს არის მაგალითად ჰანიგლორი, ეს არ არის ყველაზე დიდი მსხმოიარობის მქონე, მაგრამ გამოირჩევა ძალიან მაღალი გემოვნური და სითბოსი თვისებებით. ბრიქსის შემადგენლობა ძალიან მაღალი აკუმულირდება ამ ჯიშში, ვიზუალურად უყურებთ რამდენად განსხვავებული არის, ეს ვაშლატამა არის, ეს ატამი არის, ეს არის არიზონას ჯიში. თქვენ თვითონ უყურებთ მასიურად ჩვენთან ეს შეფერილობა და ეს ხარისხი ამ წუთას არ აღვაქვს ჩვენ. სრულიად სხვა რაღაცებთან გვაქვს ზოგადად შეხედვა. ეს არის მელკონტონ ადისი. დეტალებს უფრო შემდეგში გავალ, ჯერ მინდა რომ ვიზუალურად და სახელმწიფოებით დაინახონ. ეს არის sweet honey. ესეც მაღალი სითბოთი და არომატულობით გამორჩეული ჯიში არის. ეს არის მელკონტონ ოდისიც. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენთან აი ესეთი ღირებულებას რო გავზარდოთ, უნდა წარმოებაც იყოს, ასე შეფუთული იყოს, ეგრეთ წოდებულ ბუდეებში ჩადებული. ესეც იმ ჯიშის ახლო გადაღებული სურათი არის, რაც წინაზე ვაჩვენე. ეს ხეზე როგორ გამოიყურება. ესეც ჯიში ამანდინა. ხშირად წააგავს ჯიშები, მაგრამ არის იქ ტექნიკური მახასიათებლებში განსხვავება, იქ კალიბრებში, ჰექტარზე სავარაუდო მსხმოიარობაში და კლიმატთან მორგებულობაში. ეს ხეზე მსხმოიარობის პროცესი.
ესეც ფლარიბა. დიმა, როგორ მოგწონთ თქვენ? ძალიან ლამაზი არის. თავი არის ეხლა რო დავნერგოთ ჩვენთან. ეს ყელი ვაშლათ ამას ისატის ჯიში. ეს მსხვილი კალიბრით და მუქი ფერით გამოირჩევა ძალიან. და სიტკბო ჯერ შემთხვევაში ყოველთვის მეტი არის ყელში. ესეც სხვა ყელის ჯიშები. ესეც საშუალო და მსხვილ კალიბრიანი ჯიში არის. ეს ატამი არის უკვე ბრტყელი, ის ნექტარინი იყო ვაშლატამა ბრტყელი, ეს ატამი არის. საუზი 699 ქვია ამ ჯიშს. ესეც ბრტყელი ატამის არის. ცოტა ესეთი შეგროვებულად არის ეს ბუსუსი. ნაწვიმარზე არის გადაღებული და ესეც ეს ყველა სხვადასხვა ჯიშები არის. შემდეგ მინდა გადავერთო ერთ-ერთ რამოდენიმე საინტერესო მაგალითზე, რომლებიც მოიცავს მაგალითად აი წელან რომ გავიარეთ 2 ნექტარინის ჯიშს შევეხები ამ შემთხვევაში დრო არ გვეყოფა რომ ყველა საკითხავთ გავიაროთ. ეს უკვე მერე იქნება უფრო ღრმა კონსულტაციებში და საუბრებში, როცა შემდეგ ნაბიჯებზე გადავალთ. ეს არის ერთ-ერთი ლიცენზირებული ჯიშის ზოგადად დახასიათება გაშენების პერიოდში. პირველი, ზოგადი დახასიათება მიდის ამ ჯიშის შერჩევისადმი, ზოგადად ეს ბარათი არის, ვისაც შეუკვეთია ალბათ გამოცდილება, ვინც არა და ნახავს. ზოგადად რითი გამოირჩევა მომრგვალო ჯიშის დახასიათება არის. ზოგადად იძახიან, ზოგადად თავის სპეციფიური ფორმების დახასიათება მიდის, შემდეგ მიდის კანის დახასიათება, რომ იგი მუქი წითელი არის, ძალიან ინტენსიური ფერის, კანი საკმაოდ სქელი არის, რაც თავის მხრივ ძალიან თუ კანი გამძლე არის, ეს ექსპორტზე დიდ მნიშვნელობას ახდენს, ვინაიდან აი ზოგადად მოკრეფის პროცესში იქ უცხოეთში კიდე ხშირად ამ ყველაფრის ყოველ შემთხვევაში უმეტესობას თუ დამუშავება მიდის იქ დამაფასოებელ აპარატურაზე და სხვა პროცედურებში და კანი თუ ამ ყველაფერს ვერ უძლებს, ხო, ის ჯიშის იმ ჯიშს გაუჭირდება საექსპორტოდ რომ გამოდგეს კარგად, ამიტომ კანის გამძლეობასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. აქ მერი ჩამორთვალი სიმკვრივი არის ჩამოთვლილი თვითონ შიდა ნაწილის დახასიათება, რომ აი საკმაოდ წვნიანი არის, საკმაოდ აი ეგრეთ წოდებული აი ატამს ახასიათებს ხანდახან ხოლმე გარკვეული ქართულად რომ სწორედ თქვა, პატარა თოკები ვითრო ჩდება ხილში. აი ეს რა ქვია, სიტყვის გახსენება მინდა ვერ ვიხსენებ. აი კვების პროცესში ხო გინახეთ ცოტა რაღაც პატარა ქსოვილები ვითრო ყალიბდება თვითონ ხილში. პატარ-პატარა, ანუ ამისადმი მიდრეკილებას ნაკლები აქვს. ხო, ნაკლები აქვს რა. დამწიფების პროცესში ეს ორგანოლეპტიკური თვისებები ძალიან კარგი აქვს, მაღალი სიტკბოთი გამოირჩევა და არომატულობით. შემდეგ აი ბრიქსის მაჩვენებელი არის, არა გადავხდი. ანუ კარგი მოვლის შემთხვევაში მინიმუმ 35 ტონა უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა. ეს არის მანიშნებელი ორიენტირო დაახლოებით აი საშუალო კალიბრის ზომა პატარა გამოდის მხოლოდ 10%-ის ფარგლებში. 30 და 60% მოსავლის ნორმალური მოვლის შემთხვევაში დიდი და ძალიან დიდი კალიბრის გამოდის, A და 2A კალიბრის. ანუ ძირითადი მოსავალი იქნება მაღალკალიბრიანი. და ბაზარი რა კალიბრი თხოვს?
აი, იქიდან გამომდინარე, რომ თუ ბაზარზე არ არსებობს ხოლმე სტაბილური მაღალი ხარისხის მიწოდება, ხშირად იმ ქვეყანაზე ნაკლებად არის ჩამოყალიბებული პროგრამა, რომ იქიდან მოხდეს სისტემაში დაგეგმვა რაიმე განსაკუთრებულის. ამიტომ ჩვენ შემთხვევაში საქართველოსთან დღეს ამ შემთხვევაში მაქვს საუბარი ვაშლად ამაზე. ძირითადი ექსპორტი მიმდინარეობს საერთო ჩარჩოში. ანუ იქ რომ არ გვაქვს რაღაც სპეციალური ჯიშები, რომ მოვითხოვოთ უფრო გარკვეული მეტი მოცულობები ან პირიქით ნაკლებ მოცულობაში უფრო მეტი თანხა, ანუ მაგას არ აქცენტირებენ. და ვიქიდან გამომდინარე, რომ დღეს ძირითადად მხოლოდ რუსეთში მიგვაქვს, ამ შემთხვევაში თქო არ აქცენტირებენ. ნუ ერთ-ერთი ვისაც ბაზრებზე მიაქვს, ცოტა უფრო შედარებით მაღალ კალიბრს კრიფავენ, რომ აი ამ ბაზრის ვაჭრობებში თითქოს უფრო მეტი ფასი აქვს. და აი ცოტა რაღაც, მაგრამ ეს არ არის რაღაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვნად გადამწყვეტი. ძირითადი ორიენტირი სუპერმარკეტებში და ქსელებში საქართველოს პროდუქცია არის, ანუ არ არის ჯერ ისეთი სეგმენტი ჩამოყალიბებული, აუცილებლად თუ დიდს ჩავიტანთ, მეტ ფულს გადაგვიხდიან. ანუ ძირითადად აქ უფრო მოთხოვნა არის ხარისხზე, რაც ჩამოვთვალე, აი ნახლეთში არ იყოს, დაზიანებული, ჩარბილებული და ეგეთ სტანდარტებზე არის უფრო მოთხოვნა. როცა ჩამოყალიბდება სეგმენტი, რომ რაღაც სპეციალური ჯიშები არსებობს, სპეციალური შეფერილობის, მაღალი სითბოსი, იქ უკვე შეიძლება უკვე დაკალიბრებას დავუშვათ საშუალო კალიბრში, ერთი ფასის მოთხოვნა მაღალ კალიბრში, როცა დაფასვების შესაძლებლობა იქნება, უფრო მეტზე პრეტენზიის განცხადება, მაგრამ ამ წუთას ცოტა ჩვენთან ჩამოუყალიბებელი ეგ სისტემა, მაგრამ ზოგადად არის რომ რაც უფრო მაღალი და ესეთი თუ არომატულობა და სითბო და სხვა პარამეტრები არ არის დარღვეული, არის ვარიანტი, რომ იმ მაღალ კალიბრიაში და დაფასოებულ შხუთებში უფრო მეტსაც იხდიან. ზოგადად ეს არის. ჩვენ ბაზარზე ეს ნაკლებად არის ამ მუშაობის ტენდენცია, უფრო სხვა ბაზრებიდან შემოსულ პროდუქცია იყო და არის ხომ მსგავსი საუბრები. მაგრამ ნუ რაც ჩვენ წავიდეთ აქეთკენ. ასევე აგერ აი ბრიქსის მაჩვენებელი სავარაუდო რა აკუმულირდება ამ ხილში 13 და 15 ძალიან მაღალ ბრიქსად ითვლება მით უმეტეს ჩვენ პირობებში. ეს არის ძალიან მაღალი თითქმოზე, ხო, ლაპარაკი. თითქმოზე მაქვს საუბარი. კი 13-15 ეს არის ძალიან მაღალი ბრიქსის, ეს დაპატენტებული ლიცენზირებული ჯიში არის. ყველა ჯიშებში ეს ადვილად არ ხდება და მე ხაზი მინდა გაუსვა, რომ არის მომენტები, რომ შეიძლება სადღაც დაამწიფო ხეზე და ძალიან დატკბეს, მაგრამ იმას დაკარგული ჰქონდეს ყოველგვარი საექსპორტო პოტენციალი. ანუ ხეზე თუ დაარბილებ, იმდენად დაამწიფე, რომ კი შეიძლება იმ წუთას რო ჭამო ძალიან გემრიელია, მაგრამ შენ ექსპორტზე უშვებ, შენ გინდა რომ მას სიმყარე გააჩნდეს. აი ამ ახალჯიშებში ის არის, რომ აი როცა აი ამ ჩარჩოს უახლოვდება მაღალი სითბოსი, იმ დროს უნდა დაიკრიფოს, რომ არ გადავიდეს გადამწიფებაში და ჯიშიც იძლევა იმის საშუალებას, რომ საკმაოდ სითბოს მიაღწიოს ხილმა, ისე რომ არ იყოს დაკარგული მისი აი ეს ორგანოლეპტიკური თვისებები. ესე იგი, რაც შეეხება აქ უკვე სხვადასხვა მანიშნებელი არის, ეს უკვე ვინც ცოტა ღრმად ერკვევა, იციან, რომ იქ სიმჟავის შემცველობა, პროპორციულობა და არომატულობის ინტენსივობა. 6-7-იც მაღალი არომატულობის ინტენსივობად ითვლება ძალიან. ანუ ეს ძალიან პერსპექტიული ჯიში არის. ერთადერთი, ნუ ზოგიერთ ჯიშებს ცოტა უფრო მეტი ჰექტარზე მსხმოიარობა ახასიათებთ. ამის მაჩვენებელი არის საშუალოდ აი 35 ჰექტარი. მაგრამ არის კარგი მოვლის შემთხვევაში 40-იც მოდის და ასე შემდეგ. ზოგი სასწაულებს აკეთებს, მე იმ შემთხვევებში არ მინდა წასვლა. მე ვიძახი აი კარგი სტანდარტული მოვლის შემთხვევაში არიან ისეთი სპეცმოვლა აქვთ, რომ მეტიც მოყავთ. იქ ისეთ манипуляციებს აკეთებენ. ეს ჯიში საადრეო საშუალო რომელი იმაზე მიეკუთვნება? ამას კალენდარში მე განვიხილავთ. კაი. ეს არის მეორე ჯიში, ესეც ძალიან კარგი თვისებებით გამოირჩევა, უფრო ღია წითელი ფერი გააჩნია, წინასთან შედარებით ის ძალიან მუქი წითელი იყო, ინტენსიური.
ამას ეძახიან ზოგადად აი ამ სტილისფერს, რომ მუქ წითელს, ის უბრალოდ ძალიან ისეთი მუქი ბორდოსფერში გადადიოდა. ცოტათი განსხვავდება ფორმით იმ ჯიშისგან, ასევე ღია წითელი ფერი აქვს ამას. კანიც ამ ჯიშას გააჩნია სქელი კანი, საკმაოდ დიდი კალიბრითაც გამოირჩევა მოსავალში ძირითადი და ეს კიდევ უფრო მეტი დიდი კალიბრით გამოირჩევა პროცენტულობით თუ შევდივართ, იმიტომ რომ გააჩნია აი ამ პროპორციას თუ შევხედავთ, ანუ აქ ფაქტიურად ამას პატარა კალიბრი, ფაქტიურად არ გააჩნია, ისევ და ისევ ვიძახი, ეს ყველაფერი დამოკიდებულია მოვლაზე, ყვავილობაზე, ზიან საათებზე და სწორმოვლაზე. ეს ყოველთვის ხაზი ამაზე გასასმელი, ეს არ ნიშნავს, რომ რახან დარგავ ეს თავის მაქსიმუმს თვითონ მოიტანს. არა, ამას ყველაფერს სისტემური მიხედვა ჭირდება. ასევე საკმაოდ ესეთი ხრაშუნა შინაგანი კონსისტენცია ახასიათებს, ორგანოლეპტიკური ძალიან კარგი თვისებები აქვთ, გემოს კუთხითაც, არამატულობითაც ძალიან გამოირჩევა კალიბრები. ხედავთ 40-50 არის სულ დიდი კალიბრები და 10% აი ძალიან დიდები რო გამოდის რა. ეგეთი დახასიათება აქვს სწორი მოვლის შემთხვევაში. 40-45 ჰექტარს თავისუფლად აღწევს ეს ვიძახი, ამაზე მეტიც შეიძლება ზოგ შემთხვევაში თუ სწორად და ძალიან ისეთი მაღალ პროფესიონალურად და სერიოზულ აგრონომთან ერთად მოხდა ამ ყველაფრის მენეჯმენტი. მაგრამ კარგი სტანდარტული მოვლის შემთხვევაში 40-50 ჰექტარს აღწევს. მაღალი ზომით და სიმძიმით გამოირჩევა ეს თვითონ ნაყოფები, ანუ 180-190 გრამიანებს აღწევს და ეს არის საშუალო მაჩვენებელი, დიდი კალიბრები კიდევ უფრო მეტ საჩვენებს. ბრიქსის მაჩვენებელი იმ ჯიშს სულ ცოტათი უფრო მეტი ქონდა, მაგრამ 12-14-ის ფანჯარა ძალიან კარგი და დამაკმაყოფილებელი არის, მშვენიერი არის. სხვა არომატულობის, სიმჟავის, სხვა მაჩვენებლებიც ძალიან კარგი აქვს ამ ჯიშს. ასევე ამტანი არის სხვადასხვა დაავადებებისადმი, ყოფისადმი, ასევე ნაკლები მიდრეკილება აქვს ძალიან მცირე, რომ კურკის გახეთქვისადმი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ფაქტიურად თუ ხდება მოვლა, ფაქტიურად არ ფიქსირდება კურკის გახეთქვა ამ ჯიში, თუ სწორი მოვლა ხდება და ირიგაციის სწორი მენეჯმენტი. ეს უკვე მითითებები არის, რომ რა და რა პროცესში როგორ უნდა მოხდეს გასვლა, პირველი 2 წელი როგორ უნდა მოხდეს, შემდეგ რომ ხემ სწორი მიმართულება აიღოს განვითარების. ეს არის ჩამოთვლილი მახასიათებლები თუ რა მიდრეკილება აქვს, როგორი ზრდისადმი, ვერტიკალურისადმი, ცოტა ჰორიზონტალურისკენ მეტი ზრდა და როგორ მივცეთ მიმართულება გასვლის პერიოდში. აუცილებელი არის სეზონის დამთავრების შემდგომი გასვლა და სხვადასხვა თვისებები არის ჩამოთვლილი. ძალიან მაღალ პროდუქტიულ ჯიშად ითვლება და კიდევ ერთი კაი თვისება აქვს, რომ ისევე თუ ყველაფერი სწორად იყო მოვლა მენეჯმენტი განხორციელებული, ნაკლებად ახასიათებს დაკრეფის შემდეგ სწრაფად დამწიფება. ანუ ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს ამ ჯიშის ხილში. ესეც ექსპორტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი მახასიათებელი არის, რომ დაკრეფის შემდეგ ხილი არ დაიწყებს სწრაფად დამწიფებას და დარბილებას. აი ეს არის სადემონსტრაციო და არამხოლოდ სადემონსტრაციო გაშენებული მსხმოიარე ბაღები იმ ჯიშების, რომლებიც ზოგიერთი ჩამოთვლილი იყო. რამდენად კარგად მიმდინარეობს პროცესი.
აი რა ლამაზად არის ეს ბაღები შეფერილი. თვითონ მოსავალიც რეალურად შეესაბამება მის დახასიათებებს ზომის კუთხით. აგერ აი კალიბრატორით ხდება ჩვენება თუ რამხელა კალიბრებს აღწევს. ეს ახლა 75 ძალიან დიდ კალიბრად ითვლება. უკვე ძალიან სოლიდური კალიბრი არის უკვე ვაშლად ამისთვის 75. ეს არის ყველაზე დიდი, მაგრამ ძალიან სოლიდურ კალიბრად ითვლება. ხა შემდეგ ვიდეოს გავაზიარებ. ესეც წერან ერთ-ერთი ჯიში იყო არიზონა. ხედავთ რა ვიზუალის და რა ხმოიარობის და რა ხარისხის არის. ხედავთ აგერ აი ვიზუალურად შეფერილობაც ესეც რეალურ ვიდეოებშიც რამდენად ხარისხიანი მოვლის შემდეგ თუ რა ხარისხს გვაძლევს ეს ხეები და ვიზუალური კუთხითაც და საექსპორტო კუთხითაც, მგონი ნათლად არის ნაჩვენები. თავარი არის ახლა მოხდეს ამ ყველაფრის სწორი შერჩევა, სწორი მოვლა, სწორი მენეჯმენტი და კლიმატის კუთხით სწორი და ყველაზე ისეთი ჯიშის არჩევა, რომელიც ყველაზე საუკეთესოდ მოერგება ჩვენ კლიმატურ ზონას. როგორ მოგწონთ დიმა ხეზე? იდეალურია. ხეც კარგად მოვლილი არის, არანაირი პრობლემა არ აქვს ხეს, ნაყოფს. ჩვენთანაც იქნება ესეთი ბაღები. კი არის, რა თქმა უნდა არის. არა, მე რაც ვთქვი, მომავალში ბევრი იქნება. იმედია. მომავალში აი ბაღი უნდა იყოს სტანდარტული, უმაღლესი ხარისხის. ეს ზოგი ატამი იყო, ეს ახლა ნექტარინი არის მაგალითად. სულ ახალი კადრები აგერ 2023 წლის გაშენებული ბაღები. სწორი მენეჯმენტი, სწორი მოვლა. სხვადასხვა ეს 2 წელია საშინელებები ხდება ესპანეთში, ისეთი ციკლონები შედის. აგერ ჩემს ახლობლებს, კოლეგებს ველაპარაკებოდი იქითკენ და ლამის წლიური ნორმა მოვიდა ერთი კვირის განმავლობაში ნალექის რეგიონში. ო, ნახეთ, იტალიაში წყალდიდობა იყო. კლიმატი იწყებს ისეთ ცვლილებას, რომ ხანდახან ზამთარში ჯერ თბილა, მერე ცივა, მერე ისევ თბილა, რაღაც არეულად არის კლიმატი ბოლო პერიოდი. რა ლამაზია რა. ძალიან.
ესეც კიდე ერთი ჯიშის სახეობა არის ატმის, მარმარა. სულ შეიძლება ითქვას ახალი კადრები არის ამ პლანტაციის. 2023 წელს არის გადაღებული სხმოიარობის პროცესში. ხედავთ, რამხელა კალიბრით გამოირჩევა და რა ხარისხი აქვს, 80 კალიბრის ძალიან დიდი მაჩვენებელი არის. ეს ტყელი ატმის ჯიშები არის, ეს ძალიან სეკოია ჯიში არის, ძალიან ერთ-ერთი სერიოზული ჯიში არის. სხვა შორის ტყელი ნექტარინის გაშენება კიდევ უფრო დეფიციტური არის, პროპორციულად უფრო ატამი უფრო რაოდენობრივად მეტი არის გამოყვანილი სახეობების ზოგადად. გიორგი, და ეს ბრტყელი ატამი მოსავლიანობით როგორი არის? ჰექტარზე რამდენი მოდის? მაგას ვიტყვი შემდეგში ვიდეო და კალენდრული დემონსტრაციების შემდეგ. აჰა, აი. ხედავთ, უმშვენიარესი ულამაზესი არის რა. კი, თან სტანდარტული. ეს ყველაფერი კიდე ფასოვდება, გადაირჩევა, მუშავდება, ანუ ჩვენზე კარგი მოდის მასიურად და კიდე ისიც იფილტრება და ჩვენთან ისიც არ უყვართ ბევრი ბრაკი რო არის ხარისხში და ისიც იფილტრება, იმას უკმაყოფილოა ზოგიერთი ხო. ეს არის ერთ-ერთი ზოგადად ამ კალენდრის ფორმირების მაგალითი, დაწყებული, მაგრამ ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეს არ არის ამ თუთა ზუსტი მაჩვენებელი საქართველოს კლიმატზე შედგენილი კალენდარი ეს არ არის. აქ არის პირველ რიგში ესპანეთის კალენდარზე აღებული და გარკვეული კლიმატური თავისებურებების გათვალისწინებით უნდა გავითვალისწინოთ, რომ შეიძლება ჯიშები, რომლებიც იქ პირობითად აპრილში იწყებს სხმოიარობას, ჩვენთან შეიძლება ამ ტაქტიკამ არ გაამართლოს. ამიტომ ეს ყველაფერი დაკორექტირდება აგრონომთან, კონსულტანტთან, სანერგესთან და ჩვენს მიერ საქართველოში არსებული გამოცდილების გათვალისწინებით და ასევე ინდივიდუალურად იმ რეგიონის და იმ პლანტაციების მისის ანალიზების და კლიმატური ფაქტორების გათვალისწინებით, რომ შეცდომება და მსგავსი მომენტები იყოს ძალიან მინიმუმამდე დაყვანილი და მაქსიმალურად სწორი არჩევანი გაკეთდეს და მაქსიმალურად ის ჯიშები შეირჩეს, რომელიც მოერგება ჩვენს მიწას და ჩვენს კლიმატურ ზონას. ეს არის ხომ თუ ხედავთ აი მაუსით ვაჩვენებ ისევ და ისევ ესპანეთზე აწყობილი მსხმოიარობის თანმიმდევრობა, რომელიც ჯიში, რომელი დღის ხუთეულებად არის დაყოფილი დღის პერიოდი დღეების მიხედვით, დაწყებული აგერ აი აპრილიდან აგვისტომდე, მაგრამ ეს არის ერთადერთი ჯიში, არის კიდე სხვაები, რომლებიც სექტემბერში აგრძელებენ სხმოიარობას, ეს არის უბრალოდ ერთ-ერთი გრაფიკი. თავისი მაჩვენებლებით აი დაწყებული მაისის ჯიშები,
ივნისის ჯიშები, ივლისის და აგვისტოსი. აქ ჩამონათვალს ხედავთ, რა ვიცი, ნებისმიერი ჯიში, იპანემა, ომეგა, გაროფა, გარტარიო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩემი გადმოსახედიდან მაგალითად მე ძალიან ჩემი პირადი აზრია, რომ სხვადასხვა ფაქტორის გასწავლებით, აი წეღან რო ვაჩვენე ჰანი გლორი იყო, თუ არ მეშლება ჰანი გლორი იყო, ის ჯიში როგორც მსხმოიარობის კუთხით, რომ 40-45 გექტარს თავისუფლად იძლევა, როგორც კალიბრის კუთხით, როგორც სხვა არომატულობის და მახასიათებლების კუთხით, ერთ-ერთი კარგი კანდიდატი იქნება საქართველოში გაშენებისთვის. თუმცა ისევ და ისევ აგრონომებთან და სპეციალისტებთან საბოლოო კონსულტაციების დასრულების შემდეგ შევარჩევთ. გარდა ამისა, იქ თავისი პირობები იქნება, იქ ზოგიერთი თუ ლიცენზირებული ჯიში არის, თავისი მოლაპარაკების პერიოდი აქვს, უფლება მოგცენ გაშენების. ამაზე ცალკე მოლაპარაკებები გვექნება. აი ეს არის ერთ-ერთი მაჩვენებელი, ესეც მინდა შემდეგ სლაიდზე გადავიდე. აგერ აქ არის განსხვავებები სლაიდებს შორის ყვითელ გულას, თეთრ გულას შორის ეგრეთ წოდებულში, რომელი გადანაწილება მიდის. ეს არის კიდე ქვეჯიშები, ნექტარინის, აი ნექტა გოლდს ეძახიან, ეს სპეციალური კიდე ცალკეული ჯიშები არის. აგერ ხედავთ რა ჩამონათვალიც არის, რომელიც მაგალითად აი ეს არის მაისი, ივნისი, ივლისის ჯიშები, ძირითადად ამ გრაფიკში მაჩვენებენ და გავყოლით ამ ყველაფერს უკვე ღმათ რო შევალთ პროცესში, მოხდება შერჩევა, ანალიზი, ფერმერების ჩართვა, ვინც პროექტში იქნება გაერთიანებული, კონსულტანტების, აგრონომების და მივართ ერთიან მაქსიმალურად სწორ გადაწყვეტილებაზე, რომელიც საბოლოო ჯამში თავის შედეგს გამოიღებს. აი ეს ამ კალენდრებით ვიხელმძღვანელებ და კიდე სხვა ბევრი მასალა იქნება, უბრალოდ გადაცემაში ძნელია ყველა და ყველაფერი ერთად აჩვენოთ და ყველა და ყველაფერი მაქსიმალურად გააკეთო შერჩევა. ეს პროცესში უკვე უახლოს პერიოდში ჩვენ ჩამოვყალიბდებით ფერმერებთან ერთად კონკრეტიკებზე. გიორგი, გასაგებია, ესე იგი ჩვენ აი ხა ნელ-ნელა ჩვენ გვაქვს კიდე დრო ისე რო ვთქვათ აგვისტომდე, მაგრამ აგვისტომდე უნდა ჩამოვყალიბოთ ის აზრი რამოდენიმე ჯიშზე. აქ ორი მომენტი არის, მინდა ხაზი გაუსვა, აგვისტომდე ერთი რაღაცისთვის გვაქვს დრო, კიდე არსებობს რომ ეს ჯიშები არ არის როგორც მაღაზიაში ჩორებად შევდივარ და შაქარს იყიდი, თუ გვინდა რომ ხარისხიან და ისეთ როგორ გითხრათ, მაღალ პროფესიონალურ სანერგეებთან გქონდეს საქმე, იქ ყველაფერი ხანდახან 1 და 2 წლით წინასწარ არის შეკვეთილი დაწერილი ხოლმე, სამწუხაროდ ყოველთვის არ ხდება. შეიძლება სადაც იყიდება გაურკვეველი წარმომავლობა ან გაურკვეველი ხარისხზე კონტროლი, იქ შეიძლება სხვანაირად არის სიტუაცია, მაგრამ მე რასაც ვყურებ, წინასწარ ხდება ყველგან შეკვეთების მიღება. გარკვეული რაღაც საცდელი პერიოდი რომ იყოს გაკეთებული პირველ ეტაპზე, უნდა აუცილებლად, მე რაც ვიცი, აი მარტი-აპრილში შედის განაცხადები, რომ შემდეგ უკვე წლის ბოლოს თუ სიტყვაზე ზამთრის გადანერგვა იქნება, როცა ზამთარში აბრძანიან, რომ გაზაფხულზე უკვე მოხდეს ნიადაგში გადატანა. მაგ პერიოდში უკვე წლის დასაწყისშივე, აი ხა ამ პერიოდებში იღებენ ფანჯარს. მე როგორც მქონდა საუბრები, მაგრამ მე სხვებთანაც კიდე მექნება ამ საუბრების გაგრძელება და კიდე სხვა დეტალებს ვეთქვი პროექტში მონაწილეებს. მაშინ ეგრე გავაკეთოთ, ვთქვათ, ერთ-ორ კვირაში პირველი ეს კანდიდატები, რასაც შენი აზრით იქნება საინტერესო ბაზებისთვის, სადაც ჩვენ უნდა გავყიდოთ ჩვენი პროდუქტი. აი რამოდენიმე ჯიში შემოგთავაზე და ნახოთ გავიხილოთ ეს ჯიშები და შევთავაზოთ ფერმერებს თავისი აღწერით და თვითები შეიძლება უკვე დაწყვეტილება და შევუკეთოთ გავაკეთოთ პირველი შეკვეთა ჩვენი ფერმერებისთვის. დიახ, შეხვედრებიდან გამომდინარე, გარკვეული ინფორმაციას
შევაერთებთ. ეხლა უკვე ფაქტობრივად შეერთებულია. ეხლა ამ ყველაფერი ინფორმაციის დამუშავება იქნება და მე როგორც იქ ევროპულ სპეციალისტებთან გავივლი, ასევე ჩვენში და გუნდში და ამ ყველაფერს ფერმერს დაუბრუნდებით, რომ მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდოთ, რომ პროცესი წინ წავიდეს და ყველა კითხვა რაც იყო დაწყებული საორიენტიროს მოიარობიდან კლიმატური ზონის გათვალისწინებით და სხვა ყველა დეტალით იქ თვითონ ზოგიერთი ჯიში დაპატენტებულია, ზოგიერთი არა, ზოგიერთი უფრო ძვირიანია, ზოგიერთი უფრო ნაკლები და ყველა ამ ფაქტორს შევაჯამებთ, დავუჯდებით და მივიღებთ საერთო გადაწყვეტილებას ყველა ვის და როგორ და რა ენდობება. ამ კვირაში ვერ მოვასწრებ, მაგრამ ერთ კვირაში 10 დღეში უახლოეს პერიოდში გავაკეთებ. ზუსტად დღეს ვერ ვიტყვი დღეს თარიღს ამ წუთას, მაგრამ ეს არ იქნება რაღაც თვეების განმავლობაში, ეს დღეები და კვირებზეა საუბარი. კი ბატონო გიორგი, მაშინ დავნიშნოთ შეხვედრა ფერმერებთან ორ კვირაში და მივაწოდოთ ეს კონკრეტული ინფორმაცია და ესე იგი ნახოთ ფერმერები რას გვიპასუხებენ და უკვე გავაგრძელებთ ჩვენ საუბარს. დიახ, კი ბატონო, შეიძლება უფრო მალეც მოვახდენო, არ ვიცი, ზუსტად რაღაც იქით და კვირისკენ გეგმავ რაღაც კონკრეტიკების პასუხების მიღებას და აუცილებლად დაუბრუნდებით როგორც პირადი კავშირებით, ასევე ტელევიზიის კუთხითაც, იქიდანაც და აქედანაც ესე რომ ვთქვათ, მივაწოდებთ ინფორმაციას, რომ დავაჩქაროთ და შემდეგი ნაბიჯები გადავდგათ რა. კი. ხოდა აი პარალელურად მივყვეთ, ესე იგი წლევანდელი სეზონი, ანუ მაგაზეც ვისაუბრებთ, ყველაფერს ვაჩვენებთ, ეს როგორ იქნება მიღება, დაფასება და გაგზავნა და პარალელურად მომემზადოთ უკვე მომავალი დარგებისთვის. ნუ ეს შემდეგი სეზონის იქნება, კი, წელს თავისი გეგმები გვაქვს და გათვლილი და დაწყობილი და საომავლო გეგმები კიდე ეს შემდეგი ისტორია არის. კარგი გიორგი, დიდი მადლობა. მომავალ შეხვედრამდე. კარგი, დიდი მადლობა შეხვედრამდე.